Selfie Mobile-მა ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც 1,300,000 აბონენტს ემსახურება, ადგილობრივი ტელეკომ ბაზრისთვის უპრეცედენტო მომხმარებლის ლოიალობის პროგრამა დანერგა. Selfie Mobile-ის კომერციული დირექტორი მარიამ კოპაძემ წელს ბარსელონაში მსოფლიო ტელეკომის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. მარიამ კოპაძემ Vodafone-ის ციფრული მიმართულების დირექტორთან ემრე ურგუნთან ერთად ისაუბრა თემაზე მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა Vodafone-ის ლოიალობის პროგრამის მეშვეობით, პერსონალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და თანამედროვე ინოვაცია. აქვე უნდა გითხრათ, რომ საქართველოსა და რეგიონალურ ტელეკომ სფეროში Selfie Mobile პირველი კომპანია გახლავთ, რომელმაც Vodafone-ის ცნობილი ლოიალობის პროგრამის ადგილობრივი ბაზრისთვის ადაპტაცია მოახდინა. ახლა სტუდიაში უკვე შემოგვიერთდა Selfie Mobile-ის კომერციული დირექტორი მარიამ კოპაძე და მასთან ერთად ვისაუბრებთ Vodafone-თან პარტნიორობაზე და ასევე ქართული ბაზრისთვის ადაპტირებულ ლოიალობის პროგრამაზე. მოგესალმებით, მარიამ. გამარჯობა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა დაინტერესებისთვის. მარიამ, მოდი დავიწყოთ თავად სესიით. დიახ. Mobile World Congress-ზე, ანუ საინტერესოა საზოგადოებისთვის და ჩვენთვისაც, როგორ ჩაიარა ამ სესიამ თანასპიკერთან ერთად და რაზე გაკეთდა აქცენტირება. პირველ რიგში ალბათ ხაზი უნდა გაუსვათ თუ რა პლატფორმაა ეს Mobile World Congress-ი, იმიტომ რომ 2008 წლიდან კომუნიკაციებში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით. აქ იკრიბება ყველა ქვეყნიდან 2500-ზე მეტი კომპანია, ხდება ტექნოლოგიების, ინოვაციების გაცნობა ისეთი გიგანტებისგან, როგორც არის Google, Samsung, Huawei, Nokia და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან საინტერესო პლატფორმა, სადაც ხდება ინოვაციების გაცნობა, სადაც ხდება ახალი ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება და სადაც შეგიძლია რომ ნახოთ თუ რას აკეთებენ კონკურენტები და არ ჩამოწყვეტენ. ეს გეოგრაფია ყოველწლიურად სვლადია თუ ძირითადად ბარსელონა ადგილია და რაღაცა ახალი ლოკაციები, კონგრესები ემატება ხოლმე ნელ-ნელა, სადღაც აზიაში, ამერიკაში და ასე შემდეგ. თვითონ ჩვენი V-Talk ეგრეთ წოდებული Vodafone-ის Talk-ი იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ლოიალობის პლატფორმის დანერგვა სხვადასხვა ქვეყნებში. Vodafone-ის მიერ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს იყო უპრეცედენტო, რადგან ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც მათი ეკოსისტემის გარეთ დანერგა ეს ყველაფერი, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ Vodafone-ის ის 7 ქვეყანა, სადაც უკვე არსებობს ეს პლატფორმა, არის მათივე საკუთრების ქსელები და ჩვენ ვართ მათი პარტნიორები. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მათაც უნდათ ეჩვენებინათ თუ როგორი უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა მათ შემთხვევაში. ძალიან საინტერესო თოქი იყო, რადგანაც ვისაუბრეთ ზოგადად გლობალურ ტენდენციებზე, როგორი მნიშვნელოვანია დღესდღეობით ლოიალობა, რადგან ზოგადად ფასი აღარ წარმოადგენს მომხმარებლისთვის ხო, ფასი დიფერენცირება ვეღარ ხდება. მარიამ, ვიცი რა მაინტერესებს ყველაზე მეტად დღევანდელი ტელეკომის გლობალური ბაზარი. და ოღონდ არა ესე ტრივიალურად. ჩვენსად ვართ შეფასებისას აი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც სასახად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი აშკარად ავანგარდში იყო სხვადასხვა ტექნოლოგიების. ეხლა დროც შეცვლილია და ტექნოლოგიები ყოველთვიურად კი არა, მე მგონი კვირაში ერთხელ სრულად ახალ გადაწყვეტებს დებს. აი ამ ვითარებაში, რასაც თქვენ მუდმივად აკვირდებით, საქართველოს სად არის ამ რუკაზეც და განვითარების თვალსაზრისითაც. აი ესე რომ ვთქვათ რა, 5G ტექნოლოგია, რომელიც რეალურად არის არა მხოლოდ ტელეკომუნიკაციების რევოლუცია, არამედ ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, იმიტომ რომ შეიძლება რომ ყველა სექტორი შეცვალოს, ყველა ბიზნესი შეცვალოს, გაუმარტივოს პროცესები, დააჩქაროს და ასე შემდეგ. მოითხოვს არა მხოლოდ ტელეკომის აჩქარებას, არამედ ბაზარმაც ფეხი უნდა აუწყოს, იმიტომ რომ 5G ტექნოლოგია ჩვენთან უკვე 20-23 წლიდან არსებობს, მაგრამ ის მთავარი მოთხოვნები, რაც მსოფლიოს გარშემო ძალიან აქტუალურია, მაგალითად წარმოებაში, ლოჯისტიკაში, ამ 5G-ის გამოყენება, საქართველოს ეკონომიკამაც ფეხი უნდა აუწყოს ამ ყველაფერს, მოკლედ ესე რომ ვთქვათ და ამიტომ
რეალურად ტელეკომ კომპანიები საქართველოში მიყვებიან გლობალურ ტრენდს, სადღაც 3 წლის დაგვიანებით შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ თუნდაც 5G ტექნოლოგია პირველად სამხრეთ კორეაში გაეშვა 2019 წელს და ნელ-ნელა მოიცვა მსოფლიო. ჩვენთან 2023-დან დაიწყო ეს პროცესი. მაგრამ არ ჩამოვრჩებით პირიქით ამ რეგიონში, ჩვენ რეგიონში უფრო წინ ვართ სხვა ქვეყნებთან შედარებითაც კი შეიძლება ითქვას. მარიამ, ჩვენი საუბარი დავიწყეთ და შესავალიც ლოიალობის პროგრამაზე. მათ შორის საინტერესო არის Vodafone-ის ეს ლოიალობის პროგრამა, რომელიც უკვე წლები არსებობს. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია საუბარი მის ადაპტირებულ ვერსიაზე. რას წარმოადგენს ეს ადაპტირებული ვერსია და როგორ გამოიყენებს მას უკვე ქართველი მომხმარებელი? ლოიალობის პლატფორმა არის ძალიან მარტივი მოსახმარი, ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ უნდა იყოს selfie mobile-ის მომხმარებელი და გქონდეთ ჩვენი აპლიკაცია, სადაც დაგხვდებათ უკვე დაახლოებით 1 თვეს წინ გაეშვა და ეს მომსახურება და ეს პლატფორმა და უკვე დაგხვდებათ დაახლოებით 7 გლობალური პარტნიორის შეთავაზებები, რომელიც Vodafone-ის მეშვეობით მოვიპოვეთ და ეს ქსელიც გაიზრდება ნელ-ნელა და დაახლოებით 15-მდე ლოკალური პარტნიორი. ესეც ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ მომხმარებელს შევთავაზოთ ყმათ ინტერესზე მორგებული ყველანაირი შეთავაზება. ანუ ყველა ინტერესი უნდა დაუფაროთ, ესე რომ ვთქვათ და შიგნით რომ შევა მომხმარებელი უნდა ნახოს ყველასნაირი სახის შეთავაზება, ექსკლუზიური ბონუსები, თამაშები, მოკლედ ბევრი საინტერესო ამბავი დახდება შიგნით თან ძალიან მარტივად ერთი ღილაკის ხელის დაჭერით შეუძლია რომ გააკეთოს ამ პრომო კოდის თავის აქტივაცია და მერე გამოყენება. ანუ მარტივად უფრო პრაქტიკულ ნაწილში მომხმარებელმა უბრალოდ უნდა გადმოწეროს selfie mobile-ის განახლებული აპლიკაცია, სადაც ეს ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში დახვდება. ერთ სივრცეში დახვდებათ უმარტივესი ესეთი გამოყენების ინტერფეისი. თქვენს ბრიფში აი ამ Vodafone-ის ცნობილი ლოიალობის პროგრამის ადაპტირებულ ვარიანტზე წერია, რომ ეს პროგრამა არის უპრეცედენტო. კი. რეაგირებ უპრეცედენტო. უპრეცედენტო არის პირველ რიგში საქართველოს ტელეკომის ბაზრისთვის, იმიტომ რომ ამდენი პლატფორმა, სადაც ამდენი სხვადასხვა სახის პარტნიორი ერთად არის ეკოსისტემა, ესე რომ ვთქვათ, თავმოყრილი საქართველოს ბაზარზე არ არსებობდა ყოველ შემთხვევაში ტელეკომ ინდუსტრიაში. უპრეცედენტოა რეგიონისთვისაც, იმიტომ რომ რეგიონშიც მაგალითად ჩვენნაირი პარტნიორი Vodafone-ის რეგიონში ყავს აზერბაიჯანში მაგალითად ბაქსელი, რომელიცაც ჯერჯერობით ესეთი ზუსტად ბარსელონაში შეხვედრა გქონდა და ვუზიარებდი ჩემ გამოცდილებას თუ რა შედეგები დავდეთ უკვე ამ ერთი თვის განმავლობაში, იმიტომ რომ ისინიც ფიქრობენ ამის ადაპტაციას. ზოგადად ეს უპრეცედენტოა ერთი ამის გამო, მეორე არის ის, რომ დაგხვდებათ შეგინით როგორც ვთქვი გლობალური შეთავაზებები, გლობალური კომპანიის შეთავაზებები, როგორც არის Hotel Planner, Trip.com-ი, 60 Bolt-ის მაგალითად გამოყენება შეგეძლებათ როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ფარგლებს გარეთ, Fit-ი და ანუ ეს გლობალური კომპანიების ქსელიც გაიზრდება ნელ-ნელა ლოკალურებთან ერთად Vodafone-ის დახმარებით. და ალბათ ყველაზე ხელსაყრელი იქნება, როდესაც მომხმარებელი selfie mobile-ის მომხმარებელი ამ შემთხვევაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება, იმიტომ რომ ჩვენ საქმე დილას სტუდიაში არაერთხელ გვისაუბრია selfie mobile-ის roaming განვითარებულ სისტემაზე და შესაბამისად იქ მით უმეტეს თუ გლობალური ბრენდები და კომპანიები გვხვდებიან, იქ უფრო მარტივად მიწვდომადი იქნება. თავარია დაგეგმოთ მოგზაურობა და roaming-ი და იქაური კომფორტები შეგიძლიათ ძალიან ჩვენზე იყოს დავდიხოთ. 25 წლის გეგმები როგორი არის, მარიამ? გარდა აი ამ ლოიალობის პროგრამის ამოქმედებისა, მიმდინარე წლის მთავარი აქცენტი რაზე გაკეთდება? და საკმაოდ დამბეჭდავი 20-24 შედეგების. კი, ნამდვილად 20-24-ში ბევრი რაღაცა მოვასწარით, საკმაოდ კარგი შედეგებიც დავდეთ და ვაგრძელებთ 25-ში იგივე შემართებით. რაღაცები წლის ბოლოს კიდე უნდა შემოგვეთავაზებინან და სამწუხაროდ რაღაცა მოვლენებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა, მაგრამ
საკომუნიკაციო პლატფორმას, განახლებულ საკომუნიკაციო პლატფორმას გავუშვებთ ცოტა ხანში და რა თქმა უნდა თქვენ ეთერში აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით. იქნება ბევრი საინტერესო პროდუქტი, განახლებები, რა თქმა უნდა 5G-ს ქსელს კვლავ ფარავთ ყოველდღიურ რეჟიმში, ესე რომ ვთქვათ. ვოლტის განვითარებასაც ვახდენ სხვადასხვა დივაისებს ვამატებთ ასევე და მოკლედ სიახლეებით არ მოგაკლებთ და ხშირად ვიქნებით თქვენი სტუმრები. წარმატებები მარიამ კოპაძე, Selfie Mobile-ის კომერციული დირექტორი სტუმრობდა და მადლობა მას ამ სტუმრობისთვის და საინტერესო ამბების გაზიარებისთვის. თქვენც ასე. მადლობა და BMG-ის გუნდის სახელით წარმატებებს უსურვებთ Selfie Mobile-ის გუნდს.